სად ვაპირებთ? ხო გაიფიქრებთ ბუნებაში, სად არის? არც თარიღი ვიცით, არც საარჩევნო კოდექსი ვარგა. მარტო ბევრი, ვთქვათ, ორპარტიული დიდი ბლოკი აი რაზე ვილაპარაკებთ, ხო? უსაგნო ლაპარაკი იქნება. ამიტომ ეხლა ნაადრევია. საარჩევნოდ ბევრი პლუს მინუსი გვესმოდა ჩვენ და თუ გაქვთ უკვე მესმის რომ ეს მომავლის პერსპექტივა, მაგრამ ვინმე ხო არ ყავთ კონკრეტული, ვიზეც ფიქრობთ რომ არის თანამშრომლობთ მასთან კატეგორიულად? არა, ასეთი არ აქვს. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ყველასთან. ეს არ არის, თქვათ, იდეოლოგია, არ არის რაიმე პირადი დამოკიდებულებები, არაფერს არ, ეს არის საყოველთაო ამოცანა, ამიტომ აქ არავის არ გამოვრიცხავთ. აი საარჩევნო ბლოკთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ასეთები არიან, ვინც სასურველია, ვინც ნაკლებად სასურველია, მაგრამ შეიძლება გჭირდებოდეს, ან და ვისაც გამოვრიცხავ, რაც გინდა გჭირდებოდეს ყველა შემთხვევაში. არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო თუ მიაღწევენ. რაც შეეხება 6-იანს კონსულტაციები მიდის, ეს არ არის ასე საჯაროდ გაცხადებული. აქციებზეც არის ლაპარაკი, ბევრ სხვა რამეზეც. თუ როცა იქნება გადაწყვეტილება საყოველთაო, ეს იქნება თქვათ 6-იანის ან 10-იანის ან 15-იანის ფორმატით. მე არ მგონია დიდი საიდუმლო გავამხილო, თუ გეტყვით რომ ჩვენ მომხრენი ვართ და იქ 6-იანში იზიარებენ ზოგიერთები ამ მოსაზრებას, რომ გაფართოვდეს ეს. აი საარჩევნო 6-იანი საარჩევნო კოდექსს უკავშირდება, ხო? მოგეხსენებათ, ეს არ არის რაიმე პროგრამული გაერთიანება. უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად უნდა გაფართოვდეს ფრონტი. ვინც კი გადაწყვეტს, რომელი პარტიაც გადაწყვეტს, რომ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სამართლიანი საარჩევნო კოდექსის მიღწევაში, ყველა უნდა იყოს ამ პროცესის მონაწილე და ახლა რას დაარქმევენ ამას 7, 9-იანს, 10-იანს ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამ პროცესში გახლავთ ახლაც ეს ყველაფერი. ამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით 6-იანში არა რა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით აი მე მაგალითად ველოდები სიმართლეებთან პირადად აი რევოლუციის მომხრე პარტიები რა პოზიციას დააფიქსირებენ ამასთან დაკავშირებით. არ არის ჯერ ასე ჩამოყალიბებულად, ხო? მე მგონია რომ რაღაცა გაისმა ესეთი ნოტები, რომ იქაც რაღაცა ადეკვატური და რეალობასთან მიახლოებული პოზიცია ყალიბდება თანდათანობით. ყოველ შემთხვევაში შემიძლია თქვა სახალხო კრებაზე ვთქვათ რა. იქ რამდენჯერმე არ ვიცი, მე მოვისმინე რა სახეს მიიღებს ეს ამბავი, არ ვიცი. ეს იქნებოდა ძალიან მისასალმებელი, რაც უფრო ფართო სპექტრი იქნება წარმოადგენელი ამ ბრძოლაში. არიან რამდენიმე წინააღმდეგი, კი ბატონო, დიახ, ყოველი არ არის. ალბათ იტყვიან თვითონ, ხო, ეს ჩვენი შიდა საუბრებია. იტყვიან, ვერ გეტყვით რომ უმრავლესობა რომელიმე აზრს ჰქონდეს ჯერჯერობით. ასე კონკრეტულად არ იყო ლაპარაკი, არ ყოფილა ზოგადად გაფართოებაზე, თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს, ეს სასურველი იქნება თუ არ იქნება სასურველი. და მასთან ერთად ვიბრძოლოთ თუ არ ვიბრძოლოთ. დასახელებული ვინმე ასე კონკრეტულად რო თქმული იყო, აი მოდი ეს მივიღოთ, ან თხოვთ, ჩვენ არაფერს არ ვთხოვთ, ვიმეორებ, თუ ვინმე გამოთქვამს ასეთ სურვილს, ეს უნდა იქნეს განხილული და მე ვფიქრობ, მისაღებიც უნდა იყოს რა. მისაღებიც უნდა მეტი მონაწილე ჩაება, საზოგადოება აქტიურად ჩაებას. ბოლოს და ბოლოს ეს რისთვის აბრძოლა, ხო? წადი, დაგამხობ, დაგიჭერ, ხო? ლაპარაკია ელემენტარულ საარჩევნო გარემოს შექმნას. ეს გასაგებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სხვა შორის ქვეყნის გარეთ სამწუხაროდ უფრო მეტისთვის არის გასაგები, ვიდრე ქვეყნის შიგნით ეს. რას ნიშნავს სამართლიანი ნორმალური არჩევნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შიდა და საგარეო მხარდაჭერით ამას მივახცევთ. რაც მთავარია, საკუთარი ძალისხმევით, საკუთარი სწორი მოქმედებით, მთელი ძალების, მთელი რესურსების მობილიზებით. მოთხოვნები უნდა იყოს მკაფიო, მოქმედება უნდა იყოს მიზანდასახული
და მუდმივი იმედგაცრუებას ეს გააქრობს მოსახლეობაში და გააჩენს იმის რწმენას, რომ შეიძლება ხელისუფლების შეცვლა, შეიძლება არჩევნებით. კეთილი. მორჩით ხო? მადლობთ.